ქალაქ ბათუმის მერობის 8 კანდიდატმა დღეს საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, თუმცა ძირითადად პოლიტიკურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჭარბობდნენ. პროექტს აირჩია ქალაქის მერი USAID-ისა და IPS-ის მხარდაჭერითა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის ორგანიზებით განხორციელდა. ორგანიზატორები პროექტის მიზანს ამომრჩევლის მეტად ინფორმირებულობის, მერობის კანდიდატების პროგრამებისა და მათი ხედვების შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირების მნიშვნელობით ხსნიან. შეხვედრაზე ძირითადი შეკითხვები ბათუმში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, მოსახლეობასთან სამომავლო ურთიერთობის გაგრძელების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა მაინც შედგა, მე ვფიქრობ, ასეთი სახის შეხვედრები კარგი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ის ადამიანები, ვინც უნდა აირჩიოს, ანუ ვისაც უნდა მისცეს ხმა. და ეს არის პირველი მერცხალი ალბათ საქართველოში. დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ქალაქის მერები, გამგებლები, მაჟორიტარები, ქვეყნის პრეზიდენტების, კანდიდატები პრეზიდენტობის საუბრობდნენ ერთმანეთში საზოგადოების წინაშე და გასცენ საზოგადოებს ღია პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.